ეროვნულ ბიბლიოთეკაში მორიგი საღამო ჩატარდება. რეპეტიციას ნინგელაშვილი ესწრება და რა თქმა უნდა ახლა მივესალმებით მას და ჩაგვერთვება რეპეტიციიდან. დილამშვიდობის ნინი. დილამშვიდობისად მოგესალმებით. მე ახლა ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმყოფები, სადაც ქართული კლასიკური მუსიკის საღამოსთვის მზადება მიმდინარეობს. პირველი კონცერტი 15 მაისს კონსერვატორიაში უკვე შედგა, ახლა კი რიგით მეორე კონცერტისთვის ემზადებიან. თუ როგორია წინა სამზადისი, ამის შესახებ უშუალოდ საღამოს მონაწილეები უკეთესად მოგვიყვებიან. ახლა ჩემთან ერთად იმყოფება ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი ქალბატონი თამარ ლიჩელი. მოგესალმებით ქალბატონო თამარ. როგორია წინა სამზადისი კონცერტისთვის და ამ პროექტის მიზანზეც რომ გითხრათ ორიოდე სიტყვა. დიახ, ძალიან ველოდებით დღევანდელ კონცერტს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი შემსრულებლები ყავს და ვეპატიშებით აქვე ყველას 7 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასწრება თავისუფალია. ჩვენი დღევანდელი საღამოს სოლისტები ჩემთან ერთად იქნებიან დავით ალადაშვილი, ლიზა რამიშვილი, ბატონი თემურაზ გოგოშვილი და ჩვენი ძალიან საყვარელი და ძვირფასი ორკესტრი, კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტა. აქვე დავამატებ, რომ საინტერესო პროგრამა სრულდება, გვექნება პრემიერაც, ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ჯანჯღავას საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა და ასევე ჩვენთვის ძალიან ცნობილი რომანსები შესრულდება ახალი ვერსიით, ეს გახლავთ საორკესტრო ვერსიები, რომლის ავტორი გახლავთ არჩილ გიორგობიანი, ასე რომ მე მგონი საინტერესო კონცერტი ელოდება მსმენელს. და აქვე დავამატებ, რომ ხვალ 24 მაისს იგივე პროგრამა მიგვაქვს თელავის სამუსიკო სასწავლებელში და ზოგადად ვცდილობთ, რომ ქართული მუსიკა გავიტანოთ თბილისის ფარგლებს გარეთ და მოვიცვათ შეძლების დაგვარად მეტი რეგიონი და ორი სიტყვით რომ მოგახსენოთ იდეაზე, ეს გახლავთ ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართული მუსიკოსების გაერთიანება. როგორც ვიცი, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების პროექტი არამხოლოდ კონცერტებს, არამედ მასტერკლასებს და ახალბედა მუსიკოსებთან შეხვედრასაც მოიცავდა. წელსაც თუ გაქვთ მსგავსად, ან რაიმე სიახლეს თუ სთავაზობთ მაყურებელს? დიახ, სიახლეები გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, კომპოზიტორთა კავშირი, ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა. სწორედ მათი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ მრავალი მიმართულება დაემატა ჩვენს პროექტ წელს და ეს გულისხმობს ახალგაზრდებთან მეტ ურთიერთობას, შემოქმედებით ურთიერთობას, მათთან შეხვედრებს, ლექციებს მათთვის საინტერესო თემებზე და მასტერკლასებს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩემთან ერთად ასევე იმყოფება საქართველოს სიმფონიეტას ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ქერელაშვილი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. თქვენც რომ გითხრათ, როგორ მიმდინარეობს კონცერტისთვის მზადება და რა პროგრამით წარსდგებით მაყურებლის წინაშე? ძალიან მახარებს, რომ ქართული კომპოზიტორების შედევრებს შევასრულებთ და ასევე პრემიერას, სხვადასხვა თაობის კომპოზიტორები, განსხვავებული ჟანრები იქნება და ასევე სოლისტებიც ქართველები და თათამ როგორც კი გააჟღერა ეს იდეა, ჩვენ რა თქმა უნდა მხარი დაუჭირეთ და ყოველთვის დიდი სიხარულით თანხმდებით თათას პროექტებს და არაერთი წარმატებული პროექტი თუ კონცერტი გაგვიხორციელებია ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში, არც მახსოვს რამდენი. ამიტომ ეს პროექტიც გამორჩეულია ზუსტად იმიტომ, რომ ქართულ კომპოზიტორებს ქართველი მუსიკოსები ასრულებენ და რეგიონებიც რო არის ჩართული ამაში, ესეც თათას ძალიან დიდი დამსახურებაა და ყველა მხარდამჭერს მეც ვუხდი დიდ მადლობას და დღევანდელი კონცერტიც რა თქმა უნდა ერთ-ერთი გამორჩეული იქნება იმით, რომ ორკესტრი მონაწილეობს. სხვა დანარჩენ კონცერტებში როგორც ვიცი, ანსამბლების სოლისტები და მასტერკლასებიც ძალიან უხვად არის. ამიტომ რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობით როგორც ყოველთვის ვემზადებით და გვიხარია რომ როგორც ვიცით ბევრი მსმენელი დაესწრება კომპოზიტორებიც და კომპოზიტორებისთვისაც ეს დიდი სტიმულია როდესაც მათი ნაწარმოებები სრულდება გულისხმობ ახალგაზრდებს და თანამედროვე კომპოზიტორებს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც უდიდეს წარმატებას გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 საათზე გაიმართება. შემდგომ კი კონცერტები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში გადაინაცვლებს და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა ნინი და წარმატებები მუსიკოსებს მართლა შესანიშნავი საღამო ველოდებოდ ყველას ვინც დაესწრება ამ კონცერტებს და ჩვენ ერთგვარად ისე მუსიკაზე განმოვიდოდთ რა თქმა უნდა სიამოვნებით წარმოადგენთ ჩვენ გადაცემის სტუმრებს ვისაუბრებთ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ